სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების სასამართლო პროცესი, რომელიც დერქან ბაშირის კუთვნილ სასტუმროში მომხდარ სროლას ეხებოდა, თუმცა ბრალში, რომელიც წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს, არ წერია, რომ ეს იყო კრიმინალური გარჩევა ან რაიმე ტიპის თავდასხმა, მათ ჯგუფურ ხულიგნობას და ასევე იარაღის უკანონო შეძენა შენახვას და ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან, როგორც ბრალდებულების ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ისინი ლეგალურად იყოფებოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანაში, დაკავებულები იყვნენ ბიზნეს საქმიანობით და როგორც გითხარით, მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. გამოძიება ამ ეტაპზე მათ ედავება ჯგუფურ ხულიგნობას, ჯგუფურად იარაღის შეძენა შენახვას და ნარკოტიკულ დანაშაულს, თუმცა ისინი კატეგორიულად არ აღიარებენ დანაშაულს და ამ ეტაპზე იყენებენ დუმილის უფლებას. ისინი ლეგალურად არიან შემოსული ქვეყანაში და ბიზნეს საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ მანქანების ყიდვა-გაყიდვა გაქერავებით და ასე შემდეგ. ანუ ორივე დაკავებული არის ბიზნესმენი? დიახ. კრიმინალურ სინდიკატთან კავშირზეც არ დაუსვია გამოძიებას კითხვები მათთვის? არა. როგორც ისმენდით, ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთან არ ჰქონია კითხვები, არიან თუ არა ისინი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, თურქულ სინდიკატზეა საუბარი, რომელთა ჩართულობით ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კრიმინალურ გარჩევას ჰქონდა ბათუმში ადგილი, მათ შორის რესტორან გრილში მოკლეს ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელიც როგორც ამბობენ დერქან ბაშირთან იყო დაპირისპირებული, ამის შემდეგ მე 2 დღეში განხორციელდა სროლა ბათუმის ცენტრში ბაშარის კუთვნილ სასტუმროში, თუმცა როგორც გითხარით და ბრალდებაშიც არაფერი წერია მსგავსი, რომ აქ თავდასხმას ჰქონდა ადგილი. ორივე დაკავებული კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს და მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.